დიდი ხანია ეს არსებობს, დედაშვილობის და მამაშვილობის დადგენის ტესტები. არსებობდა ეს მიმართულება. აი ამ ეს ბაზაზე ჩამოყალიბდა უკვე Y ქრომოსომის მამაკაცებში, X ქრომოსომის ქალებში და აუტოსომური, ანუ მთლიანად რაც კი ქრომოსომა აქ ადამიანებს, აი მათი კვლევის მეთოდი, ციფრული მეთოდი და ამას საშუალება მოგცეთ ჩვენ. ეს გერმანიაში ჩამოყალიბდა. ეს თანამედროვე მსოფლიოში და ერთ-ერთი კერა იყო ლაიფციგის მაქს პლანკის უნივერსიტეტი, სადაც მოღვაწეობდა ვანო ნასიც. ამერიკას თავის ცენტრი აქვს, ტარტუში არის ძალიან ძლიერი ცენტრი ესტონეთში ამ მიმართულებით. ხო და ვინაიდან ეს პიროვნება ყავდა, ამის გამოყენება იყო, რა ვიცი, დანაშაული შეიძლება ითქვას პირდაპირ ქართული სამყაროსათვის და ჩვენ მივართეთ თხოვნით, ის დიდი სიამოვნებით დათანხმდა, რომ ყოფილიყო სამეცნიერო ხელმძღვანელი ამ ჩვენი ცენტრისა და შევქმნით 2010 წელს ეთნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. სხვათა შორის ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ბატონი ვანოს წყალობით. და საპატრიარქოს ინიციატივით დაიწყო ხო ეს ყოველივე? საპატრიარქოს ბაზაზე დაიწყო, ხა მისი ინიციატივით დაიწყო ჩემი და ჩემი მეგობრების. კი, პატრიარქი იყო ერთადერთი, რომელიც კი გვედგა გვერდში და მთელი კვლევა ფაქტობრივად მისი დაფინანსებით, ხა პირადი და ასევე შუამდგომლობას აწარმოებდა ხოლმე.